დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. როდესაც ჩვენ სიახლის ბლოგში ძალიან მნიშვნელოვან ამბავს გიზიარებთ, ყოველთვის ვითვალისწინებ რა უძღოდა წინ ამ კვლევას. კვლევა, რომელიც დღეს მე მინდა გაგიზიაროთ, უკავშირდება ნაგოიას უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომს, რომელმაც დიდი მithქმა-მოთქმა გამოიწვია სამედიცინო საზოგადოებაში. კერძოდ ამ კვლევის ავტორებმა შეისწავლეს ფეკალური ნიმუშები რამდენიმე ქვეყნიდან: ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, ტაივანიდან, ჩინეთიდან და რასაკვირველია თავად იაპონიიდან. და ისინი სწავლობდნენ იმ ადამიანთა ფეკალურ ნიმუშებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ დადასტურებული პარკინსონის დაავადების დიაგნოზი. როგორც გითხარით, ნებისმიერ სიახლეს წინ უძღვის უამრავი კვლევა და არც ეს სიახლე გახლავთ გამონაკლისი, რადგან მეცნიერებამ უკვე დიდი ხანია იცის, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ნაწლავის ჯანმრთელობასა და ტვინის მდგომარეობას შორის. თანამედროვე მედიცინამ ისიც იცის, რომ არსებობს ნაწლავ ტვინის ღერძი. თანამედროვე მედიცინამ ასევე იცის, რომ ნაწლავის ბინადარი ბაქტერიები ბევრად განსაზღვრავენ ტვინის მუშაობას, ტვინის განვითარებას და ტვინის დაავადებებსაც კი. თქვენ წარმოიდგინეთ, პირდაპირი კავშირიც კი მოძებნეს, როდესაც სწავლობდნენ ნაწლავის ჯანმრთელობას და პარკინსონის განვითარების რისკს. მაგრამ რა არის ამ კვლევაში ასეთი ახალი, რომ გადავწყვიტე საგანგებოდ თქვენ გაგიზიაროთ? ახალი არის ის, რომ მეცნიერებმა იაპონიიდან დაადგინეს კონკრეტული ბაქტერიები, რომელთა შემადგენლობაში არსებობს გენები B ჯგუფის ვიტამინების წარმოქმნისთვის. დიახ, ეს ბაქტერიები მონაწილეობენ B2 და B7 ვიტამინის გამომუშავებაში, რომელთა მიღება ცხადია ჩვენ გარედანაც შეგვიძლია, ანუ საკვების მეშვეობით, მაგრამ რას აფუჭებს ამ გენების არასრულფასოვნება, ან რა ხდება მაშინ, თუ ამ გენების ხარვეზია კონკრეტულ ბაქტერიებში. აღმოჩნდა, რომ ეს ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმისათვის, რომ განვითარდეს პარკინსონი. ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისათვის მეცნიერებმა დაადგინეს ასოციაცია სწორედ ბაქტერიებსა და პარკინსონის დაავადებას შორის B2, B7 ვიტამინების ნაკლებობასა და პარკინსონის დაავადებას შორის. არის ეს მიზეზშედეგობრივი კავშირი? არა, ჯერ ამის შესახებ მტკიცებულება არ გვაქვს, მაგრამ არის ასოციაცია. დიახ. რას ნიშნავს ეს ასოციაცია? შეგვიძლია თუ არა უკვე ადამიანების ჯანმრთელობის სასიკეთოდ გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია. დიახ, მეცნიერთა გარკვეული ნაწილი უკვე თვლის, რომ ამ კონკრეტული ვიტამინების გამოყენება შეიძლება იყოს კარგი საშუალება პარკინსონის დაავადების პრევენციისათვის, პარკინსონის დაავადების უკეთესი მართვისათვის და მისი მიმდინარეობის გახანგრძლივებისთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს მედიცინა ახლოს არის გასაღებთან, ერთ-ერთ გასაღებთან, რომელსაც შეუძლია პარკინსონის უკეთ მართვა გვასწავლოს. როდესაც ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვითვალისწინებთ ადამიანის ხილულ და უხილავ სამყაროს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მიკრობიომზე, მიკრობიოტაზე და აუცილებლად უნდა გაგახსენოთ ეს რას ნიშნავს. ჩვენ თვალით უხილავ სამყაროს ვატარებთ ჩვენი სხეულით და ეს არის კანის ზედაპირზე, ეს არის თვალის ლორწოვანზე, სასუნთქი სისტემის ლორწოვანზე, გენიტალიების და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, ეს არის ნაწლავის შიგნით არსებული სამყარო. უფრო მეტიც, მე ხშირად ვამბობ ამის შესახებ გადაცემაში და თქვენ გახსოვთ, ჩემს წიგნში მთელი თავი ეძღვნება სახელმწიფოში. ასე დავარქვით იმ სამყაროს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფარგლებში მალავს. მაგრამ სინამდვილეში სწორედ ეს სამყარო განსაზღვრავს ამინდს არა მარტო ნაწლავის შიგნით, არამედ მთლიანად ჩვენს ორგანიზმში. და ძალიან ხშირად, როდესაც ვახსენებთ სიტყვებს მიკრობიომი, მიკრობიოტა, აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმის ერთობლიობა ქმნის იმას, რასაც ჩვენ მიკრობიოტას ვუწოდებთ. მაგრამ მიკრობიომი არის უკვე მათი ცხოველქმედების პროდუქტები, მათ არსებობასთან ერთად და ერთგვარი
მთავარი თეატრი, რომელსაც ისინი ქმნიან. სწორედ ამ თეატრის მიერ მომზადებული სპექტაკლების გავლენის ქვეშ იმყოფება მუდმივად ჩვენი ორგანიზმი და მათ შორის იმ ფუნქციების გათვალისწინებით, რომელიც აქ ბინადარ ბაქტერიებს აქვთ. დიახ, ამ ბინადრებს შეუძლიათ სხვადასხვა სახის ნივთიერებები გამოიმუშაონ და ეს ნივთიერებები არის როგორც სასარგებლო, ასევე საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მათ შორის შეიძლება იყოს ვიტამინები, მათ შორის შეიძლება იყოს მაგალითად ცხიმოვანი მჟავები და მრავალი სხვა ნივთიერება, რომელიც ნაწლავის კედელს იცავს იმისგან, რომ შხამები, ტოქსინები ნაწლავიდან გადავიდეს მაგალითად სისხლის ნაკადში და შემდეგ მთელს ორგანიზმში და საბოლოო ჯამში ჩვენს ორგანიზმს იცავს ანთებისგან, მათ შორის იცავს ჩვენს თავისთვის ეგრეთ წოდებული ნეიროანთებისგან. სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი კვებითი შუქნიშანი. დღეს მოგეხსენებათ 11 აპრილია. პარკინსონის დაავადების თემასთან დაკავშირებით ჩვენ საუბარს ვაგრძელებთ, როგორც გუშინ დაგპირდით და შესაბამისად ჩვენი კვებითი შუქნიშანი მთლიანად ამ თემას მიეძღვნება. როგორც დღევანდელი გადაცემის შესავალში მოგახსენეთ, სიახლე, რომელიც ჩვენმა იაპონელმა კოლეგებმა გაგვიზიარეს, მნიშვნელოვანი აღმოჩნდება სამომავლოდ. და ამ სიახლის თანახმად ბეჯგუფის ვიტამინების საშუალებით ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. რასაკვირველია, ინფორმაცია ეხება ბაქტერიების მიერ გამომუშავებულ ბეჯგუფის ვიტამინებს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ასეთი ტიპის პროდუქტების გამოყენება ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურ რაციონში. და გაგახსენებთ, რომ B2 და B7 ვიტამინი იყო ნახსენები. მაგალითად, B2 ვიტამინის, ანუ რიბოფლავინის წყაროდ შეგვიძლია განვიხილოთ სხვადასხვა პროდუქტი. მათ შორის ცხოველური წარმოშობის ისეთი პროდუქტები, როგორიც არის მაგალითად ღვიძლი, მაგალითად კვერცხი, ხორცი, რძის ნაწარმი, თევზი. ძალიან მნიშვნელოვანია მცენარეული წყაროც არ დაგვავიწყდეს და მათ შორის არის მაგალითად ისპანახი, ავოკადო, სხვადასხვა სახის თხილეული. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაგალითად, როდესაც შევადარებთ B2 ვიტამინის წყაროსა და B7 ვიტამინის წყაროს. ასეთ შემთხვევაში თქვენ ძალიან ადვილად აღმოაჩენთ მსგავსებას. მაგალითად, როდესაც B7 ვიტამინის წყაროზე ვსაუბრობთ, მე ისევ ჩამოვთვლი და გეტყვით, რომ ამ ვიტამინის აღმოჩენა შეგვიძლია ისეთ პროდუქტებში, როგორიც არის ხორცი, ღვიძლი, თევზი, ფრინველის ხორცი მათ შორის, აგრეთვე კვერცხი, რძის ნაწარმი. გასათვალისწინებელია მცენარეული წყაროებიდან ხორბალი, თხილეული და ასე შემდეგ. თქვენ ალბათ ადვილად შენიშნეთ, რამდენი პროდუქტი მეორდება ამ ჩამონათვალში. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი პროდუქტი გვაძლევს საშუალებას ერთდროულად შევივსოთ B2 და B7 ვიტამინი. რას აკეთებს თითოეული მათგანი ცალ-ცალკე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ მე გეტყვით იმ საერთო თვისებაზე, რაც ორივე ვიტამინს აერთიანებს. ამ ვიტამინებს შეუძლიათ ჩვენი ორგანიზმის დაცვა ანთებისგან. ამ ვიტამინების დამსახურებით ჩვენს ორგანიზმში უამრავი სისტემა, ორგანო, ქსოვილი არის დაცული. ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ვიტამინის ოპტიმალური რაოდენობა ჩვენს ორგანიზმში იმისათვის, რომ სისტემური ანთება არ განვითარდეს და მათ შორის დაცული იყოს ჩვენი ნერვული სისტემა. რატომ? იმიტომ რომ ანთება შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც ნეიროანთება. რა თქმა უნდა, ტერმინები კი არ არის აქ მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ რა იმალება ამ ტერმინების უკან და ამ ტერმინების უკან იმალება სხვადასხვა სახის დაავადება, რომელიც უკავშირდება ნერვული სისტემის მდგომარეობის რღვევას, დაზიანებას, ხანგრძლივ, გრძელვადიან პრობლემებს. ამიტომ გამოდის, რომ B2 და B7 ვიტამინის წყალობით ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ორგანიზმი ყველა ამ პრობლემისგან ერთდროულად დავიცოთ. ან თუ ასეთი პრობლემა უკვე არის ჩვენს ორგანიზმში, მაშინ ძალიან ადვილად მართოთ საკვები კომპონენტების მეშვეობით. მე როგორც გითხარით, დღევანდელი ჩვენი საუბარი მიუხედავად სიახლისა არ არის მიმართული იქითკენ, რომ
B2 და B7 ვიტამინის თვითნებური ხმარება წავახალისოთ. უფრო მეტიც, ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერი ვიტამინი წამალია და მისი გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების. მაგრამ საკვების შემადგენლობაში არსებული B2 და B7 ვიტამინი ძალიან ადვილად შეიძლება მივიღოთ უსაფრთხოდ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ბუნებრივი გზით წარმოქმნილი ვიტამინები, რომელიც ძალიან ადვილად ერთვება ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივ ციკლში და რაც მთავარია, არასოდეს არის ტოქსიკური დოზით გადაჭარბებული რაოდენობით და მისი გადამუშავება უსაფრთხო მოხმარება ორგანიზმს თავისუფლად შეუძლია. ეს ერთი საკითხია, როდესაც კონკრეტულ ვიტამინებზე ვსაუბრობთ, მაგრამ მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გაგახსენოთ, როგორ გამოიყურება კვება თავის ტვინისთვის. ჩვენ ეს სქემა არაერთხელ გვინახავს ჩვენს გადაცემაში და ამ პროდუქტების ჩამონათვალიც არაერთხელ გინახავთ. მაგრამ მე ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რას ნიშნავს კვება თავის ტვინისთვის. ეს არის იმ ნივთიერებების ერთობლიობა, რომელთა არსებობა საკვებში იცავს ჩვენს თავის ტვინს და მეორე მხრივ ადრეული განვითარების ეტაპზე სწორედ თავის ტვინის ნერვული სისტემის განვითარებას უწყობს ხელს. და ეს პროდუქტები ძალიან ადვილად შეგვიძლია ჩავთოთ ჩვენს ოჯახურ რაციონში და ჯერ კიდევ ჩვენი პატარების კვების რაციონს მივაქციოთ ყურადღება ამ ნიშნით, რომელი პროდუქტებია განსაკუთრებით საჭირო თავის ტვინისთვის. უპირველეს ყოვლისა ცილა. ცილა როგორც მთავარი სამშენებლო რესურსი, როგორც აგური ნებისმიერი შენობისთვის, ჩვენი ტვინიც წარმოუდგენელია ცილის გარეშე. ამიტომ ცილა უნდა იყოს ნებისმიერ ასაკში გათვალისწინებული ჩვენს კვების რაციონში. სრულფასოვანი ცილა, ამინომჟავების სრულფასოვანი შემადგენლობით. ძალიან საჭირო კომპონენტი გახლავთ სწორად შერჩეული ცხიმები. რომელია ასეთი ცხიმები? უპირველეს ყოვლისა, ომეგა-3. თქვენ გახსოვთ არაერთი პროდუქტი, არამხოლოდ თევზი, მაგალითად, არამხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, არამედ მაგალითად თხილეული, რომელიც მცენარეული ომეგა-3-ის წყაროთ უნდა განვიხილოთ, ან თუნდაც სელის თესლი, რომელიც ძალიან დიდარია სწორედ ამ ცხიმოვანი მჟავით. გასათვალისწინებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინები, როგორიც არის ანტიდამჟანგავი, ანტიოქსიდანტი, E-ვიტამინი, ძალიან მნიშვნელოვანია A-ვიტამინი, სწორედ იგივე ნიშნით, გასათვალისწინებელია D-ვიტამინის როლი, არ დაგავიწყდეთ K-ვიტამინის როლი და როდესაც ჩვენ ცხიმში ხსნად ვიტამინებს ვასახელებთ A, D, E, K ვიტამინები, ყველა მათგანის უკან იმართება პროდუქტები, იქნება ეს ავოკადო, იქნება ეს თევზეული, იქნება ეს რძის ნაწარმი თუ სხვა რამ. გასათვალისწინებელია სხვადასხვა სახის ვიტამინები, რომელიც წყალში ხსნადია. დღეს ჩემ მიერ დასახელებული ბეჭდგუფის ვიტამინები უმნიშვნელოვანესია თავის ტვინის ჯანმრთელობისათვის. არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი ვიტამინები, როგორიც არის ფოლიუმის მჟავა, ანუ B9 ვიტამინი, ყველა მწვანე ფოთლოვანი მცენარე მდიდარია ამ პროდუქტებით, ისევე როგორც ცხოველური წარმოშობის პროდუქტები მდიდარია B12 ვიტამინით. გასათვალისწინებელია სხვადასხვა სახის მინერალები და ვიტამინები, ცხადია წყალში ხსნად C ვიტამინთან ერთად და ძალიან ხშირად ჩვენ საუბრობთ ხოლმე მაგალითად მაგნიუმის როლზე ნერვული სისტემის ჯანმრთელობაში. დიახ, მარცვლეული, ბურღულეული, სხვადასხვა სახის თესლი, თხილეული გამორჩეულია ამ პროდუქტის შემცველობით, ისევე როგორც მწვანე ფოთლოვანი მცენარეები. მაგალითად თუთია, ამ ხრივ გამორჩეულია სხვადასხვა სახის ზღვის პროდუქტი, არ უნდა დაგვავიწყდეს თესლი, თხილეული, როგორც თუთიის წყარო და მისი როლი ადამიანის თავის ტვინის ჯანმრთელობისათვის, რკინის როლი და რასაკვირველია გახსოვთ თქვენ ამ ხრივ როგორც ცხოველური წყაროები, ეს გახლავთ ხორცი, ხორცპროდუქტები, აგრეთვე მცენარეული წყაროები, როგორიც არის ისპანახი, ატამი, ქლიავი, კომში და სხვა. გამომშრალი ლობიო მაგალითად. როდესაც ჩვენ ამ მინერალებს ვასახელებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მინერალი, როგორიც გახლავთ იოდი, რადგან იოდის ნაკლებობა შეიძლება იყოს ზუსტად ის ფაქტორი, რომელმაც შეაფერხოს ადრეულ ასაკში ბავშვის ტვინის განვითარება. ამიტომ, როგორც თქვენ დარწმუნდეთ, თავის ტვინისთვის უამრავი ნივთიერება ერთდროულად საჭირო, უამრავი პროდუქტია ერთდროულად საჭირო და დღეს ჩვენ მიერ ცოტა უფრო დეტალურად დახასიათებული B2 და B7 ვიტამინი მხოლოდ ნაწილია ამ ჩამონათვალის, მაგრამ
ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც თანამედროვე კვლევის პირობებში აღმოჩნდა თავის ტვინის ჯანმრთელობასთან და კერძოდ პარკინსონის დაავადებასთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული. რასაკვირველია, ჩვენ ამ თემას პერიოდულად დავუბრუნდებით, თუმცა მე მინდა შეგახსენოთ, რომ დემენცია არ არის ასე მარტივად აღსაქმელი და მარტივად სამართავი მდგომარეობა და მას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება უწყოდეს წინ. თავის ტვინის ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დემენცია ავიცილოთ თავიდან, მაგრამ რა უნდა ვიცოდეთ ამასთან დაკავშირებით დამატებით, ჩვენი ვიდეო რჩევა გაგახსენებთ. რა უნდა ვიცოდეთ დემენციის შესახებ? მსოფლიოში დემენციის შემთხვევათა რიცხვს ყოველ 3 წამში ერთი ემატება. გახსოვდეთ, თუ მშობელს დემენცია ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ შვილსაც დაემართება. დემენცია არ არის დაბერების პროცესის ლოგიკური ნაწილი. დემენციის დროს ადამიანი ხდება გულმავიწყი, თუმცა მეხსიერების დაქვეითება დემენციის ერთადერთი ნიშანი არ არის. გასათვალისწინებელია შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, აქტივობის და გუნებგანწყობის დაქვეითება, დეპრესია. ხანდაზმულთა დეპრესია ხშირად ხდება გულმავიწყობის მიზეზი. ამიტომ აუცილებელია დიაგნოსტიკა. ალცჰაიმერის დაავადებაა თუ დეპრესია. ნუ იტყვით უარს თქვენი ოჯახის წევრის მკურნალობაზე. შესაბამისი მკურნალობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ზრდის ავადმყოფის ცხოვრების ხარისხს და სიცოცხლის ხანგრძლივობას. იყავით ფრთხილად, თუ თქვენი ოჯახის წევრს აქვს დემენცია და დეზორიენტირებულია სივრცესა და დროში, დაუშვებელია მოხუცთა დისკრიმინაცია. მათ შეიძლება დაავიწყდეთ საკუთარი სახელიც კი, თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისინი. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. დღევანდელი ჩვენი საუბარი რამდენიმე წახნაგს მოიცავდა თავის ტვინის მუშაობასთან დაკავშირებით. ერთი მხრივ შეგახსენეთ, რასაკვირველია თავის ტვინის ზოგადი ჯანმრთელობისათვის საჭირო საკვები პროდუქტები, მაგრამ ვისარგებლეთ შემთხვევით და გაგიზიარეთ სიახლე, რომელიც პარკინსონის დაავადებას უკავშირდება და რომელიც გვახსენებს, რომ ნაწლავს აქვს უზარმაზარი გავლენა ჩვენი ტვინის ჯანმრთელობაზე, რომ არის კონკრეტული ბაქტერიების ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ B ჯგუფის ვიტამინების სტატუსის შეცვალონ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მათ შორის B2 და B7 ვიტამინები. მაგრამ არის თუ არა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს ინფორმაცია იმისთვის, რომ ჩვენ წავახალისოთ B ჯგუფის ვიტამინების თვითნებური მოხმარება. ან არაფრად ჩავაგდოთ მეორე უკიდურესობა, როდესაც B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაა ჩვენს ორგანიზმში. აღმოჩნდა, რომ მაგალითად ალკოჰოლის მომხმარებლებს სისტემატურად, არარაციონალურად მომხმარებლებს თავისთავად აქვთ B ჯგუფის ვიტამინების დიდი დანაკარგი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ალკოჰოლის მომხმარებელთა შორის B1 ვიტამინის ნაკლებობა და ამას ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დავუთმოთ. ისევე როგორც მნიშვნელოვანია მაგალითად სხვადასხვა მედიკამენტის დამსახურებით დაკარგული B ჯგუფის ვიტამინები. ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მაგალითად ანტიბიოტიკებიც კი დასახელებული ზოგიერთი ჰორმონული პრეპარატი, რომელიც თავისი მოქმედების წყალობით ცვლის ჩვენს ორგანიზმში B ჯგუფის ვიტამინების რაოდენობას და მათი შევსება აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული. და როდესაც ვამბობთ შევსებაზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მეორე მდგომარეობა. როგორც თქვენ დარწმუნდით, ერთი მხრივ ჩვენ შეიძლება სხვადასხვა საბაბით დავაკარგოთ B ჯგუფის ვიტამინები, მაგრამ მეორე მდგომარეობაა, როდესაც ჩვენ გვაქვს ცდუნება დავამატოთ ჩვენს ყოველდღიურ რაციონს მედიკამენტების სახით B ჯგუფის ვიტამინები, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ. განსაკუთრებით საყურადღებო ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მაგალითად ძირითადი დაავადება და ძირითადი დაავადება ეს არის მაგალითად ონკოლოგიური დიაგნოზი და თქვენ გახსოვთ არაერთხელ გვისაუბრიათ, რამდენად საყურადღებოა თვითნებური გადაწყვეტილებები ონკოლოგიური დიაგნოზის დროს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერთა კვლევის შედეგები, როდესაც B ჯგუფის ვიტამინების დამატება
ონკოლოგიური დაავადების ზოგიერთ სტადიაზე ან ზოგიერთი ფორმის დროს შეიძლება ორგანიზმის მიერ აღქმული იყოს როგორც ცეცხლში შენთებული შეშა დამატებით მიწოდებული საწვავი. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, როდესაც ზოგადად ვიტამინებს ვიყენებთ და ვამატებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კარგად დავწონოთ რა შეიძლება დაზიანდეს ჩვენს ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის შემთხვევაში ან რა ზიანი შეიძლება მიადგეს ჩვენს ორგანიზმს ვიტამინების დამატების შემთხვევაში. ამის წონასწორობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამის წონასწორობაში შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში ყოველთვის გვეხმარება კონკრეტული კვლევები და დასაბუთება, რომელსაც ძალიან ადვილად გვთავაზობს ხოლმე ექიმი. გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი. დავიცვათ ჩვენი თავის ტვინი, დავიცვათ ჩვენი ორგანიზმი, გავუფრთხილდეთ იმ უხილავ სამყაროს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმით ვატარებთ და სწორედ ამ ნიშნით განსაკუთრებული სამსახური გაუწიოთ ჩვენი ორგანიზმის ხილულ და უხილავ ნაწილებს. ეს იყო დღევანდელი ჩვენი საუბარი. მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.